თვითონ მეგობრებო, ხოთ მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი შალვა ნათელაშვილი. ბატონი შალვა. როგორც იქნა მოხდა ჩვენი შეხვედრა, ბატონი შალვა, რა ვიცი, მზად ხართ რომ შევერკინოთ ერთმანეთს ხუმრობაში. კოჰაბიტაციისთვის მზად ვართ. კარგით. მუსიკა მზად არის? ფონოგრამა მზად არის? ეს მოდური სიტყვაა და. ხო, რა თქმა უნდა. ღმერთიას ჩვენთან ვიწყებთ. ესე იგი, ბატონო შალვა. ასეთი სალუტი უმრავლესობით რომ მოსულიყავი, მაშინ არ მეკნებოდა. ეს პირველად დაფიქსირდა ესეთ შემთხვევა, რომ სტუმარს ესე დავხვდით. ამიტომ რომ რამდენი წელია რაც თქვენ პრესამსახურსაც ვეხმიანები, მიდის ანუ რეკვები არა და არაპირებდით რომ მოსულიყავით. აი დღეს რამ განაპირობა ის სიმართლე რო ვთქვათ, რომ მობრძანდით ჩვენთან გადაცემაში. აი სიმართლე გინდა გითხრა? დიახ. ალბათ ახსოვს ყველას რა ბრძანა დიდმა ილიამ, როდესაც აიკითხა ვაჟას შვილის ნუკრის ნაამბობი. რა თქვა? ჩვენო ძველებმაო კალამი უნდა დავდოთო და ახლებს დაუთმოთო გზაო. დიახ. მას შემდეგ რაც მე მოვისმინე ივანიშვილის ანეკდოტი შედი ქალო ბუტკაში მე მინდა სიმართლე გითხრა ვანო მე და შე უნდა დაუთმოთ გზა ივანიშვილი რატო აი ამის სათქმელად მოვედი რა არ მოგეწონათ მაგარი ბექში კაი მოყოლა ჭირდება. უმაღლესი კატეგორიის იუმორი იყო, ამას ვამბობ მე და ჩვენ რაღა გვაქვს სათქმელი ამის. ვინ გინდა რომ გააცინო ხლა ამის შემდეგ. ანუ ფაქტურად შეგვიძლია დავამთავროთ გადაღება. ჩვენ უნდა დავამთავროთ ჩვენი საქმიანობა და წავიდეთ პოლიტიკაში და იმას დაუთმო აგერ სტუდია აქ. გასაგები. აი საიდან დავიწყო ხა საუბარი არ ვიცი პირველი რა თქვენ არ გეშლებათ არასოდეს. დავიწყოთ არჩევნებით დავიწყოთ. არჩევნების თემით დავიწყოთ. რთული თემაა? როგორ გითხრათ, თუ გაავართულებთ, იქნება რთული, თუ კარგ ამბებსაც გავიხსენებთ, იქნება სასაცილოც. ანუ ესე იგი ჩემთვის პირადად თლაც სასაცილო არაა, მაგრამ თქვენი ხათრით გავიცინე. არა, რასო, ვიცი, მე მგონი პირველი შემთხვევა დაფიქსირე, როცა ლეიბორისტული პარტია ვერ გადალახა ეს ბარიერი, ანუ რამ განაპირობა. მართლა წავაგეთ, კი, მართლა წავაგეთ და ჩემი ახლა სულერი მდგომარეობა მოგეხსენებათ ისედაც სულერი მდგომარეობა ყოველთვის კაი მაქვს, მაგრამ ნუ ახლა გარკვეულად მთის გენეტიკა თავის საშუალება და ემოციების ზედმეტად ვიჭრები. ერთხელ უწმინდეს უთქვია, რომ კაცო ეს შალო მთიელიაო და რა გურულივით იქცევაო. ნუ გურული მოგეხსენებათ, უბრალოდ ხარტები არიან და ასე ვთქვათ, მეტად ემოციას გამოხატავენ. ნუ თაში ითვლება რომ უფრო დახურული უნდა იყოს. თქვენი ხართ კენჭი დუშეთში. თქვენი მოწინააღმდეგე ვინ იყო დუშეთში? მე მგონი რადიატორზე მეკითხებით? რადიატორთან ვიჯდა. მაგაზე ამბობთ ალბათ, ხო? ხო, დაახლოებით. არა, ეხლა ეს არ არის აქ სალაპარაკო, ეს დუშეთის ლოკალური თემაა. ისე დუშეთში სულიციან ტირილი, რომ აი მთავრობაში ჩვენი არავინ არ არის და თქვენ ციკიდან ახართ მე მგონი, ხო? არა, მე მცხეთის რაიონიდან. ხო, ნუ ერთი რეგიონია. მთავრობაში ჩვენი არავინ არ არის და სულ ესე იგი დასავლეთის ხალხია და არიქა და არასოდეს არ იქნება თქვენი მთავრობაში არავინ. არჩევნების შედეგების მიხედვით ზუსტად არაგველებო. შეგვიძლია ახლა რო ვთქვა იუმორისტული თუ ასე გააგრძელებთ რა თქმა უნდა. არჩევნების პერიოდში ესე იგი ისე ხარ გახურებული რომ ნაკლებად აღიქვავ რეალობას და უფრო ირეალურ სამყაროში ხარ გადასული
თან მით უმეტეს როცა ახლო გარემოცო გეუბნება რომ კარგი ამბავია იქ ჩვენ რეიტინგი გაიზარდა იქ ის შემხვდა ამან ეს მითხრა იქიდან 1000 ხმა მოვიქიდან 10000 ეიფორიაში ხარ აი არჩევნების შემდეგ იწყება თეთრი ღამეები ასე თქვა თქო არა რომანტიკული და ცუდი ამბები მოკლედ და დიახ მოვიდა ეხლა ეს არჩევნები მართლა პირველად წავაგე რაც პოლიტიკაში ვარ არჩევნები მაგრამ არავის არ გაუყალბებია რეალურად ავიღეთ ჩვენი ხმები 27000 კაცი კი არა პიროვნება მოღვაწე საქართველოს სკოლია და ამით ვარ ბედნიერი არა მოვიდა მოწვევა პარიზიდან მოვიდა მოწვევა არა საფრანგეთიდან იქ სოცპარტიასთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობები და გამიხარდა რომ წავალ ესე იგი ამ ქვეყნიდან და თანაც სურვილი მაქვს არავის არ შეხვდე ქართველს ოჯახის წევრების ნახვის სურვილიც არა მაქვს იმიტომ რომ ნუ ძალიან ძიმე დარტყმა მივიღეთ და ეხლა იქ შეხვედრებია მივდივარ შეხვედრაზე და თან ცენტრში ვცხოვრობ ქალაქის ცენტრში შანზელინზე მოგეხსენებათ მთელი მსოფლიო დადის იქ და შანსი არ არის ქართველებმა არიარო ხო და შესაბამისად არ გამოვდივარ გარეთ რომ არ შემხვდნენ და ნუ არ მინდა რა არავის გამოკლედ არც მომხრეს არც მოწინააღმდეგეს თანაც არ ამჯერო ვინმე მომხრე მყავს ხო და ამოვარდა ატლანტიკური ქარი ოკეანე ახლოსაა მოგეხსენებათ იცის პარიზში ძალიან ისეთი აი ნემსიანი წვიმა იცის ნემსებიანი წვიმა და დაიცალა მთელი ცენტრი დაიცალა არავინ არ არის და ვიფიქრე აი ახლა დადგა ჩემი დრო და გამოვედი როგორც galaktioni ქარში თორში წვიმაში და ვხედავ რომ იქ ახალგაზრდა კაცი დგას რიჟა და მიყურებს მე მაგრამ მე არ შემიძლია წარმოვიდგინო რომ ის შეიძლება იყოს ქართველი ერთადერთი კაცი პარიზის ცენტრში იმიტომ რომ ყველა გაქცეულია წვიმაა ცუდი და ბატონო შალვო ქართულად ამიძახა და აი იმ კინოში რო არის რო უბნება ბესარიონი მოდისო და რატო არ მოწყდა ფეხი მაგას იმერული კინო ეგრე არ გამიფიქრია მაგრამ ნუ ძალიან არ მესია მოუნა და ნუ მაინც გაუცინე და ბატონო შალვო ჩვენო აქ ცხოვრობ თუ კაი ხანიაო მოკლედ და აგერო ჩემი შვილებიც მინდა გაგაცნო და გამოვიდნენ მაღაზიაში შეაფარეს თავი ეთყობა ორი ბავშვი ძალიან საყვარელი ბავშვები ამბიც ძაღლი ყავს თან პატარა ძაღლი არც თუ ისეთი ჯიშიანი მაგრამ ნორმალურად ფრანგულად გამოიყურება დავარცხნილია კარგად შამპუნ დასხმული ხო და ჩვენო თქვენი მომხრეები ვართო რა თქმა უნდა ეხლა ამის არ მიჯერო მაგრამ მაინც უსმენ ხო ძალიან ასე თქვა ნანობთო რომ ასე დამთავრდა არჩევნებიო და რაგვარები ხართ მეთქი ვკითხე და აი აქ უკვე ახლა არ გვიწყინოთო და ივანიშვილები ვარ გვარი სახელოვანია შესანიშნავი გვარია და ნუ მოკლედ დავამშვიდობე და ნუ წამოვედი უკან გასასწრებო პირდაპირ გვარი დაგესხათ თავს ესე იგი ხო წარმოგიდგენე რომ პარიზში ესე კაციშვილი არ არის წვიმა თოვლია ქარია ინგრევა ყველაფერი და შეხვდა ქართველი და თან შეხვდა ზუსტად ის ვის გამოც ხარ იმნაირი ხასიათზე იქ რა ის საუბარია არა პრინციპში რა ვიდა ისი გითხრათ ბატონო პრინციპი კარგიც არის რომ პარლამენტში ვერ მივხვდი იმიტომ რომ თქვენ მზად არ იქნებოდი ფიზიკური მომზადება საჭირო ახალ პარლამენტში ახლა რა პარლამენტის გქონდა აქ არის საჭირო უკვე ფიზიკური მომზადება იმიტომ რომ ისე მიდის იქ მოვლენები რომ ერთმანეთს ძალიან არასათანადოდ ექცევიან მე მინდა გითხრათ რომ ამ ხრივ პრობლემები არ იქნება რადგანაც მე ყოველდღე დავრბივარ სპრინტს რომელიც ოლიმპიური სახეობაა კლასიკური და ასევე ვარჯიშობ ტრენაჟორებზე, სიმძიმეებზე. ასე რომ ამ საკითხში არ შეგარწმენთ მე თქვენ. ხო და რაც შეეხება ეს სხვა საკითხები უკვე რამდენიმე წელია მე ახლა მაინც და მაინც ქართულ სუფრას ისე აღარ უშინაურდები, იმიტომ რომ ქართულ სუფრას ენერგია სჭირდება ძალიან დიდი და ამ ენერგიას ვინახავ პოლიტიკისთვის, თუმცა იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ვიყავი ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტში და ამ ფრაქციაში პარტიულები კი არ მყავდა. მაჟორიტარი დეპუტატები შემოიკრიფე გარშემო, ზოგი მოქალაქეთა კავშირიდან წამოსული, ზოგი დამოუკიდებელი და ნუ გავხდი ფრაქციის თავმჯდომარე, მაგრამ იყო იქ ერთი აუცილებელი პირობა, ჩხუბი და რაღაც ეგეთი პრობლემები არ ქონია, მაშინ ახლა პარლამენტების შედარებით მშვიდობიანები იყო ისედაც. უნდა დაგელია ყოველ დღე. ეს ფრაქციის წევრი რო დაგპატიჟებდა და არ წახვიდოდი დასალევად და დილამდე საკეიფოთ, დილით უკვე მხვდებოდა განცხადება ფრაქციიდან გასვლა. და სხვა ფრაქციაში გადასვლა.
ამას თვალის სერიოზულობით ვთქვი. გამექცა 1-7 კაცი მაგის გამო. შესაბამისად მე ცხვირი გამიდიდა და გამიწითდა ამ სმისგან როგორც კაცურ ლოთებს შეეფერება მსმელებს და დილით შევატყორე ცოტა ხელების კანკალის მაგვარიც რაღაცას ჰქონდა. და თანაც ამდენი кейფის შემდეგ იქ რომ მიდიოდი პარლამენტში არა ეს რეაქტიული აზროვნებაც ზარალდებოდა. ეხლა იქ უცბად უნდა გადაერთო გადმოერთო იაზროვნო და მიდის სახალხო დამცველის დამტკიცება. კონფლიქტოლოგი როა ხუციშვილი. ხუციშვილი გამიგე. ხო, შევარდნაძეს უნდა რომ ის დამტკიცდეს სახალხო დამცველად და ჩვენ ეხლა რა შევარდნაძეს უნდა და ყველაფერს რამდენი ვიყავით. ტრადიციულად. ტრადიციულად და ხო. გამოვედი სიტყვით და ცეცხლი დავანთეთ ან წინა დღეს სადღაც ვიყავით კიდევ იმ ღონისძიებაზე რომელიღაც დეპუტატის სინედრის დაქალის დაბადების დღე იყო თუ რაღაცა. ხო და გამოვედი და ვთქვი რომ სახალხო დამცველი საქართველოში გადაიქცა შევარდნაძის ჩაგვრელი სტრუქტურის დანამატად შესაბამისად ეს ანგელოზი კაციც გაფუჭდება ამიტომ ამ კაცის გადასარჩენად ჩვენ უარს ვამბობთ კენჭისყრაში მონაწილეობაზე მაგრამ წინ ხედავ რომ რაღაცა ჩოჩქოლია ჩემ ფრაქციაში და ფრაქციაში მყავს ილო ხუციშვილი ისაც იმის მოგვარე და მანიშნებს ადამ არშანია რომ ილო დაასახელეო ილო ხუციშვილის წინააღმდეგო მაგრამ ჩვენ მაინც ვიფიქრეთ გადავდივარ უცბად ვიფიქრეთ ქვეყანაზე მეგობრებო ახლა მარტო შევარდნაძით ხარ იწყება და მთავრდება სამყარო შვილებზე უნდა ვიფიქროთ სახალხო დამცველის გარეშე ხوار დავტოვებთ ქვეყანას თანაც ეს დამცველი ჩვენი იქნება ჩვენი ლეიბორისტული ფრაქციიდან ხალხის ინტერესებს რო დაიცავს და არა გაბატონებული კლასის ამიტომ ვასახელებთ ჩვენ ილო ხუციშვილს და ვიწყებ ილოს ქებას და ამ დროს ილოსთან მივიდა მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი ყურში რაღაც შაშურჩულა ილო გაწითდა და მანიშნებს მოხსენი ჩემი კანდიდატურა მაგრამ ჩვენ დიდი ხანძლივი ფიქრის შემდეგ მეგობრებო მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება რომ არ იქნება ქართული ორი მეგვარის დაჯახება ერთმანეთთან ხო და უღონოდ დავეხეთქე სკამზე და დავწევლე ის დღე როცა პოლიტიკაში შემოვიდა მაშინ არა შევარდნაძეს ჰქონდა სხვათა შორის რაც აქვს არ უნდა წავართვათ სასწაული იუმორი არა კი და ეს იუმორი ნუ ახლა ყველას მოგისმენია მაგრამ ამბებსაც ყვებოდა ისეთ ვიწრო პრივატულ წრეში უფრო საინტერესოს რასაც გარეთ არ ამბობს და ერთხელ რაღაცა კაი ხასიათზეა და კაცო თან ცალ-თვალ ჩაჭუტა ეს გაცინების წირო იცის. გამიშვესო გურჯანშიო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო მაშინ ეგ მეხანძრეების უფროსი იყო. სახანძრო სამსახური მიყავდა, მაგრამ მაინც მინისტრის მოადგილეა კაცი და იქ ყაჩაღი დაუჭერიათ გურჯანში. მაშინ ყაჩაღობა კიდევ იყო 60-იან წლებში, ახლა თქვენ პატრები ხართ არ გახსოვთ, მე კიდევ მახსოვს, ტყეში გავარდებოდნენ. ანუ მაშინდელი ოპოზიციონერები. მოდი იქ ტყეში დადიოდნენ ისინი და არა მიკროფონთან. ხო და მე მოკლავდნენ ამ საწყლებს და გამოფენდნენ და აჩვენებდნენ ხალხს რომ აი რა როგორია ყაჩაღობა აი რასაც ახლა ჩვენ გვიკეთებდნენ აი ამ ქუჩაზე და ხო და ეს ყაჩაღი დაუჭერია და მაშინ არ იყო ეს მოსასმენი აპარატურა ამ ივანიშვილს და ვანოს და ამათ არ ჰქონდა შემოტანილი ეს ამდენი აპარატურა 60-იან წლებში და შევარდნაძე ამბობს რომ კაცი გავაჩერებინეთო ქუჩაში და უთხარითო რომ ეხლაო აგერ ამ ოთახში რო ის კარადარო დგას აქ შეგსვავთო შემოვაო ეს ყაჩაღი და იმის ცოლი შეხვედრა გაუკეთეს და რასაც იტყვიანო ყველაფერს სიტყვით მოგვახსენებოთო რომ შენი ნასახი არ დარჩებაო აქ საქართველოში და რაიონშიო და ეს კაცი ფერდაკარგული შეშინებული იქნეს თავს თურმე შესვეს ამ ყუთში ეს ყაჩაღი მოვიდა ეს ცოლი მოიყვანეს ილაპარაკეს ყველაფერი თანამონაწილეები ვიყავდათ როგორ ყავდათ ყველაფერი ალბათ რაც წესი და რიგია გაიყვანეს მე ორივე გახსნეს კარები გადმოვიდა ეს კახელი კაცი რომელიც იქ შესვეს და დაბადებიდან აღმოჩნდა ყრუმუნჯი რაც იცოდა გურჯენში ყველა მილიციის გარდა და ბუნებრივად ვერაფერი ვერც გაიგო და ვერც მოყვა ერთი გულენა დეცინოდა შევარდნაძე ამაზე ერთი ესეც ცოტა ტკინული თემას უნდა შევეხოთ ბატონშალო არ შეიძლება ეს ამას არ შევეხოთ აი ბევრი პარტიებიდან ხდებოდა გადინება დეპუტატების თქვენი პარტიიდანაც მოხდა გადინე რას კომენტარს გააკეთებდით მე ამ დროს ვიმშვიდობ ხოლმე თავს რუსთაველის ბრძნული გამონათქვამით უხვად გასცემდი ზღვათამცა შეზდის და გაედინების. ანუ ჩვენ დიდი პარტია ვართ,
შემომსრულიც ბევრია, გამსრულიც ბევრია, თუმცა მახსენდება ერთი საინტერესო ეპიზოდი. 2002 წლის არჩევნებია ადგილობრივი თვითმმართველობის თბილისში რო გავემარჯვეთ ჩვენ. ნუ კაი შედეგი და ვაჩვენე და დღემდე რომ ამას გვაყვედრის მთელი საქართველო. ხო და იქ ორი სვანი მყავდა მე, ერთი ქვემო სვანი და ერთი კოდორის ხეობიდან, აქტივში. და ვიფიქრე რომ მოდი სიაში ჩავწერო ორივეს. ერთი მიაქცევს თქვა სვანეთიდან ჩამოსულ მთიელ ხალხს ყურადღებას, მეორე კიდევ ამ კოდორის ხეობიდან უამრავი ტოლვილი ჩვენი ჯიშენი ქართველები ეყოლებათ პატრონი ქალაქის საკრებულოში. მაგრამ გავიგე ამ პროცესში რომ ისინი ღალატს აპირებდნენ. ანუ საკრებულოში როგორც კი გახდებოდნენ დეპუტატები, როგორც ჩვევიათ, პრაშე დასუდანია მანდატიანად. ხო და შეუთვალე თუ რაღაცა ფორმით მივანიშნე რომ მე ვიცი ის რაც შენ იცი მოკლედ როგორც არის ნათქვამი. იღება კაბინეტის კარი რამდენიმე დღეში და შემოაბზანეს ხატი დალოცვილი ამ სვანებმა, რომელსაც უკან აწერია. წეული მწვიყოთ თუ გიღალატოთ ბატონო შალვა. ხატზე დაიფიცე სვანებმა, ნუ ახლა რაზეა საუბარი და გახდნენ დეპუტატები ორივე. სხვა ჩვენს ერთ შემადგენლზე შევიდა, მე ხო არ ვიტყვი შესვლას. და ერთ კვირაში მიღალატეს. გადავიდა სხვაგან და მე შეუთვალე, მართლაც აი ბუნებრივად გაკვირვებულმა რომ კი მაგრამ ხატზე რო დაიფიცეთ მეთქი და მოგოს არჩევნებამდე ქონდა ძალა. არჩევნებამდე ქონდა ძალა. სანამ საქართველოში არჩევნებამდეა ძალა ფიც. და არჩევნების მერე უკვე სხვა პროცესები იწყება, ხო? მანამდე ჩვენს პოლიტიკაში არ იქნება სიმშვიდე, ერთგულება, ზნეობა და ის მიზნები რაც ჩვენ ყველას გვაქვს თანაბრად. ეს უკვე სერიოზულად. დასაგები. ბატონ შალვა, რა მაინტერესებს სტუდიაში მანქანით მოხვედით? სადა? სტუდია აქ ჩვენთან. მანქანით მოხვედით. საკუთარი მანქანა თუ დიდარს წაართვით? მე მინდა გითხრათ რომ მანქანა არის პარტიის მე მანქანა არ მყავს, აღარ მყავს. დიახ. და ის ფაქტურად წარმოადგენს ოსვენციმის გაზის კამერას, სადაც მერცედესია გერმანული. სადაც ჰიტლერი ხოცავდა ებრაელებს. იმიტომ რომ გამონაბოლქვი ნახევარი შიგნით შემოდის კაბინეტში. კი, შეგიძლიათ ახლა გავდაცემის შემდეგ ჩავჯდეთ და უკვე მე მგონი ტოქსიკომანი მალე გავხდები და ეს თუ სადმე დაიწერა არ გაგიკვირდეთ ამის ბრალი იქნება. ბატონ შალვა, რა მინდა ესე გითხრათ, ჩვენ მქონდა ხოლმე ესეთი რუბრიკა ფრთიანი ფრაზები ბატონ შალვა ნათელაშვილისგან. ესეთი ძალიან კარგი რუბრიკა იყო. ანუ ჩემი გალაქტიოს თავის ლექსები არ ახსოვდა და მეც არ მახსოვს ჩემი ფრთიანი ფრაზები. ხო და ჩვენ ანუ მე რო ვკითხულობდი უფრო არ გამომდიოდა რა, არ გამოდიოდა კარგად. მე ამოვიღე ესეთი მთლიანად ნაკრები. წავიკითხო. თუ შეგიძლიათ რომ აი თქვენი პათოსით რომ წაიკითხო. კი ბატონო. ჩვენმა მთავრობამ არ იცის რომ დედამიწა ბრუნავს, თორემ კატაობაში ფულს გადაგვახდენია. ეს დენის ტარიფი რო გააძურეს, მაშინ ვთქვი. დიახ. როგორც პატარძას არ აცდება პირველი ღამე, ისე მიშას გადადგომა. ეს ახლა კამერის გარეთ თქვი, მაგრამ თქვენმა ყურადღებიანმა ოპერატორებმა ჩაიწერეს მაშინ. თუმცა რაც თქვი ესე ხდება, მოხდა. რამდენიმე თვეში გადადგა მართლა 2007-ში. კი, მახსოვს. სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალის შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გატყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაში თავის ქვეყნიდან ხალხიდან. ნუ ამას უკვე კომენტარები არ ჭირდება. ჰიტლერს რომ რუსთავი ორი ჰქონოდა, დღესაც არ იცოდინებოდა რომ გერმანელებმა ომი წააგეს. აი ძალიან მაგარია. აი მე კიდევ ვიტოქცემთ პატივს რომ რუსთავში იუმორი მართლა გაქვს და მათ შორის თვითკრიტიკულიც. დადის აქეთ-იქით და დაათრევს იმ ტრიბუნას ტუტანჰამონის აკლდამასავით. მართლა ძალიან გავს იმ აკლდამას ის ტრიბუნა მიშა რო დაატარებდა. ის პატარა ბიჭი რომ არის არველაძე გვარი არ მახსოვს. ინდუეთში ძროხა ღმერთად არის მიჩნეული და არ ჭამენ, როცა ყუდებიან ყინავენ და კეზერაშვილზე ყიდიან.
ეს თემა იმასთან დაკავშირებით წამოვიწია, რომ ინდუეთში მათხოვრობის პროკავშირებია შექმნილი. მოგეხსენებათ, იქ მართლა ღმერთია ძროხა და ესე ზებუები და ესენი ბევრი იხოცება თურმე. და ეს მათხოვრების პროკავშირი კრეფავს ამ გვამებს ბოდიში თქვენთან. და აგზავნიან ჩვენაერ ქვეყნებში. და სხვადასხვა ჩვენს кайხანი ამის სინკლით და ამ წვადით გავდიოდით იოლოს. რა თქმა უნდა, ზედ არ ეწერე ეს, მაგრამ ეს ასე იყო. ეს არ არის ასე თქვა თურმე. კი გადავჭეთ. მისი საათების კოლექციის ფასი, ეს ვინ არის? კოლექციის ფასი $50 მილიონ აჭარბებს. საათების გიჟი ყოფილი, ესე რადგან მაგას საათი, მისი ისტორიის საათი უკვე ჩართულია და მალე ჩამოკრავს. ეს თანაბრად შეიძლება სხვებზეც გავჩნდეს. სხვებზეც. აი, ეხლა რასაც კითხულობთ, ეგ არის ჩემი საყვარელი ფრაზა, რომელიც ჩემი ფავორიტი ეხლა რაც უნდა წაიკითხო. საკმარისი იყო პეტრე ცისკარიშვილს 3 თვე ილინოისის შტატის საჯინებოში ვიღაცასთან მოსამსახური და ემუშავა, თან ცხენებს უვლიდა. გამოვიდა მერე აქ და პროამერიკული ორიენტაციითა და ამერიკის თავისუფლების სტატუსის ჩუბლზე დადგმული რაღაცა კეპკით უმრავლესობის ლიდერი გახდა. ალო, ეს ადრე ეს როდის თქვი არ მახსოვს, მაგრამ მთლიანი შეფასება იყო სიტუაციის, აი ძველად იყო ეგეთი გამოთქმა, რა განათლება გაქვსო და ორჯერ ვარ ქალაქში დამყოფიო. ხო, ეს მართლა სერიოზულად თურმე ესე თuliდნენ და ეხლაც ორჯერ თუ არის ამერიკაში ჩასული უკვე აქ მინისტრი ან პრეზიდენტი ან რაღაცა და ამასთან დაკავშირებით თქვი ეს. როდის აგებს პასუხს იმაზე, რომ სახელმწიფო საზღვარი ავჭალას მოადგა ეს. ავჭალას არა, მაგრამ ორჭონსაც კი მოადგა აგერ სამწუხაროდ კი. სამტრედიული ქათმისა და იმერული შემწვარი დედლის ქვეყნიდან საფრანგეთი ბაღაღების ექსპორტს აკეთებს. ახლა მარტო თათებს ითხოვენ. ასე ზრუნავს პრეზიდენტი საქართველოს სოფლის მეურნეობის აყვავებაზე. აი რა კომენტარი გაქვს. მაგრამ თლად უარესი იყო და ალბათ მე გამომრჩა. ნიანგების მოშენება დაიწყეს ზუგდიდში. ნიანგების ფერმა გაიხსნა. საცკე რა თქვი და ნიანგი. არ ვიცი, უნდა ტყავისგან რაღაცები იკერება მაგისგან. და სხვათაშორის ამ ცხოველებთან და ამ ეგზოტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის პოზიციაც საინტერესოა. ეხლა ის ცნობილი ვებხვები და ანტილოპები და პინგვინები რო ყავს ვიცით. მაგრამ რაც მთავარია და ჩემთვის გულსატკენი, აფრიკიდან ჩამოუყვანია 2 ზებრა. აფრიკელი ზებრა. მოგეხსენებათ, ზებრა ერთიანდება ვირისებრთა ოჯახში და ჩემი აზრით მას ეროვნული ვირი უნდა ჩაეყვანა კახეთიდან და თუ ჭრელი უნდა და სვირინგები დაედოს. რაღა აფრიკული გაამრავლოს და გააძლიეროს, ხო? აგერ არის კავკასიური სახეობის გადაშენებადი ირემი და ის გაამრავლოს. ის თუ არა, აგერ ვირი იშოვება, ხო? რაღა უცილებელი აფრიკიდან. ასე რომ ცხოველთა სამყაროს მისაღებია. ბატონო, რა მინდა გითხრათ, ეხლა თქვენ ხართ ერთადერთი სტუმარი, რომელიც გადაცემაში არის ერთი სტუმრით. ანუ ჩვენ გავაკეთეთ ერთ სტუმრიანი გადაცემა, იმიტომ რომ თქვენი დაახლოებით 15 წუთი, რომელიც განკუთვნილი გვაქვს სტუმრის, არ იქნებოდა საკმარისი და ამიტომ გავაკეთეთ ორი ბლოკი. გათვლებში არ ცდებით, ბატონო. დიახ, იმიტომ რომ როცა გიყურებთ ეთერში ყოველთვის არ ყოფნით დრო. ამიტომ ჩვენ გითმობთ ძალიან დიდ დროს, სანამ გავაგზელებდეთ საუბარს, მინდა რეკლამაზე გავიდეთ და ცოტა ხანში დავუბრუნდეთ. რეკლამა შესაძლოა. დავბრუნდით რეკლამიდან, ბატონ შალვა. ესე იგი, თქვენმა გადარჩენამ, ესე იგი, ქვეყნის გადარჩენა 4 წლით გადაიწია. შეიძლება 4 საუკუნითაც. მაგას ვერ გაიგე. პრინციპში კაი პოზიციაში ხარ, იმიტომ ისტორიაში წამიწყვეტავს ყველაფერს, ხო იცით? ეხლა ოცნება ხო მოვიდა, ეს თქვენი სლოგანი იყო მდიდარს ვართ ღარიბს დაუბრუნებთ. ეს კარგი ის არის. რადგან ოცნება მოვიდა, ეხლა ესენიც დამდიდრდებიან, მე ნაციონალების ხო დამდიდრებულები არიან და 4 წლის მერე რომ მოხვალთ, გავხდები დღეს. კარგი დიდი ის გექნებათ უკვე წასართმევი მდიდრებისთვის. ძალიან კარგი. კი. ორივე მხარე დაგვაფინანსებს. კი. არა, საერთოდ ეს ბოდიშით ეს სლოგანები და პოსტსაარჩევნო სიტუაცია საოცრად გავს ერთმანეთს პოლიტიკოსისათვის. აი არჩევნების შემდეგ როცა კრახს მიიღებ, მერე ხვდება პოლიტიკური ლიდერი, ну რადონისაც არ უნდა იყოს. რომ ის არის სრულიად მარტო. მას არავინ არ აყავს გვერდში, ანუ წაგებული არავის არ სჭირდება რა. ოჯახშიც კი ხანდა. და ის იყო კარგი სადღაც წავიკითხე ამბავი.
ჩერჩილმა რო წააგო არჩევნები. თანაც ეს მოხდა მაშინ, როცა ჩერჩილმა მოიგო მეორე მსოფლიო ომი. ეხლა მე ჩემი გამგურებია და კაცმა მოიგო მეორე მსოფლიო ომი და არჩევნები წააგო. ლონდონელები აუჯანყდნენ, რომ გათბობა არ ქონდაო, ზამთარშიოდი, იბომბებოდა ქალაქი და როგორ ჩაურთებდნენ გათბობას. ხო? მაგრამ ნუ მაინც ნუ კაცია და გუნება და მოუშარეს და ნუ დარჩა რა თქმა უნდა სახლში. და ბერნანდ შოუ მიწერა წერილი. მეგობრობდნენ. ეს ორი გიგანტი და გიგზავნითო ორ მოსაწევსო თუ ერთი მეგობარი მაინც დარჩაო, წამოიყვანეო ჩემი სპექტაკლის პრეზენტაციაზე. ჩერჩილი წერს, რომ ეხლაო არამცალიო, მაგრამ თუ ოდესმე მეორედ შედგება შენი სპექტაკლი, აუცილებლად წამო. ვარდების რევოლუცია მოხდა, მაშინაც ხო ჩვენ დავიქეცით იმ ვარდების რევოლუციაზე. ჩვენ მანდატებს წვავდა ხალხი და მიტინგზე შევარდნაძეს კი არ აგინებდნენ, ვინც უნდა დაემხოთ. ჩვენი ლანძღვა იდგა. მაშინაც. ხო და ხო წარმოგიდგენთ ეხლა რა დღეში ვარ და ნუ ეხლა იქ ბიჭები ცდილობენ რომ რამენაირად გამომიყვანონ მდგომარეობიდან და რაღაცა მასიამონონ ადამიანურია ხო ეს ეხლა ომია ფაქტიურად და ნუ თანაფრონტელები ვარ და მეუბნებიან რომ აი ეხლა უკვე მიშას ავტორიტეტი დავარდება ეს ვარდები თავზე დაემხობათ მე ერთმა მითხრა რომ აგერ ქელეხში ვიყავი და ყველა ამბობდა რომ მიშა გიჟია მაგას რას ავიტანთ ჩვენ რამდენიმე თვეში დავამხობთ ხო და კაი ხასიათზე ვდგები ესეთ რაღაცებს რო იგებ თანდათანობით ხო შუბლი მეხსნება და ჯიბლაძე ყავს პატა პატას თვისება არის რა იცი თუ შეგატყო სახეზე სიამოვნება იმით უნდა ჩაგიმწაროს ხო და ახლა პირის გაღება უნდა და სანამ რამე სიტყვის მე უკვე მივხვდი და მე ვუთხარ ახლა რაღაცა მაგმენტი დასარეკი და გადით ბიჭო მიხედეთ თქვენ საქმეს და ესენი გავიდნენ პატა უკან მიყვება მე მოტრიალდა კარებიდან დამენადგურებელი მზერამ სწორცნა და მითხრა ამბროსიჩ შენს გიჟს გეძახია სადი მოვთხარი აღარ დამენახო თავისებურად დაგაწყდა ერთი ესეთ ჩამჭრელი შეკითხვა ბატონშა როგორ ფიქრობ ნაციონალები დაბრუნდებიან რომელ ქვეყანაში ბატონშალო რა მინდა კითხოთ აი როგორ შეაფასებთ ამ მთავრობის 100 დღეს 100 დღე 106 თუ 110 დღე უკვე გავიდეთ ახლობლები მუშაობის ახლა თქვენი შეფასებით როგორც პოლიტიკოსი როგორ გითხრათ მე მიმაჩნია რომ ამათ წინ უარესი 100 დღე ელოდებათ ჩვენგან ყოველ შემთხვევაში ანუ ეგ არის მოკლე შეფასება გაქვთ ესე იგი ჩემი შეფასება ისე რომ არ მაქვს შეფასება არა გაქვთ შეფასება არ მაქვს შეფასება შეუფასებელი ეს არის შეუფასებელი არა ერთს ვერ წავართმევ რომ თელი თავიანთი ნათესავები ყველა სამუშაოზე მოაწყეს ეს რა თქმა უნდა დიდი პროგრესი როგორც მათი ნათესავები ნათელაშვილი არავინ გამოერია თქვენს რაღაცა ეშოვნა თქვენთვის არა ნათელაშვილები საერთოდ გვარია შერისხული უკვე რამდენი წელია ჩემი ოპოზიციონერობის გამო და სამსახურში ძალიან ძიმედ იღებენ ამ თუ საერთოდ იღებენ არა გასაგებია ანუ თქვენ თქვით რომ ერთ-ერთი გამოსვლის დროს რომ მოხდაო დეკორაციის ცვლილება ქვეყანაში ანუ ერთი დიქტატორი წავიდა მეორე დიქტატორი მოვიდა ანუ ამ დეკორაციის ცვლილებაში ვინმე ხო არ მოყვა შიგნით დეკორაციის ქვეშ დეკორაციის ქვეშ ძირითადად გაიჭკლიდნენ რთულია შეკითხვა რთულიც არის და იონლიც არის აი სატელიტი ოპოზიციური პარტიები მოყვნენ გასაგები ანუ მე რატო ვკითხეთ ისი დეკორაციის სახეობები იგივე დარჩნენ ესე იგი მაგრამ თავარი რეჟისორი თუ შეიცვალა თავარი რეჟისორი ეგ თავარი რეჟისორი ხწანიში ზის და წერს ეს არის ხწანიში კი მაგრამ სამხატრო ხელმძღვანელი თლათ თავარი ეგ ხარ შეცვლილა სამხატრო ხელმძღვანელი ორი ყავთ ერთი მოსკოვში ერთი ვაშინგტონში ეგ მინდა მე კითხა და მაგით ვაშინგტონზე გამახსენდა ხანდახან ჟურნალისტების კურიოზულ სიტუაციებში ბუნებრივია ვარდებით ხო დიახ და ნიქსონ ცენტრში არის ჩემი გამოსვლა და იქ ცოტნე ბაკურია მოგეხსენებთ ახლა ამერიკაში ცხოვრობს დიახ ვიცი და ცოტნე მითხრა რომ დავესწრები ამ გამოსვლას არა და გული ხო იცით ახლა პროგნოზის უნარი მაქვს და გული ვერ მიგებს კარგს იქ ცოტნე თუ გამოჩნდება რადგან რუსთავი 2 და იმედი იქ არიან დიახ და ფიქრობ რაღაცა პრობლემა არ მოხდეს ცოტნეს და ჟურნალისტებს შორის ნუ დავამთავრე ეს გამოსვლა
იქ ესწრებოდა რომ ძირითადად ჩვენს რეგიონზე ვინც მუშაობს ყველა ანალიტიკოსი, ექსპერტი, ელიტა და მათ შორის ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში კოლინზი. ეს არის ძალიან სერიოზული კაცი, რომელმაც დეტალებში იცის ყველაფერი რეგიონში რა ხდება, მათ შორის ჩვენი გრეხებიც. იქ აფხაზეთში ჯარი რო შევიდა რკინიგზის დასაცავად თვითონ. მე როსთელი ტრაგედიები წამოვიდა და კარგიც იცის ჩვენ და ცუდიც იცის მოკლედ, მაგრამ ეხლა ბუნებრივია მე ამ კოლინს ვეუბნები კარგს ვეუბნები და ვეუბნები რომ ქართველებზე მშვიდობიანი ასე თქვათ ერი, ცივილიზაცია, კულტურა სადარსებობს დავით აღმაშენებლის დროს შეგვეძლო მთელი მსოფლიო დაგვეპყრო, შეგვეძლო ხალხის ასიმილაცია მოგვეხდინა, ქართული კავკასიური იმპერია არსებობდა, აბა ნახეთ იქ ტრაპიზონს ავტონომიური სახელმწიფო შეუქმნეს, მაშინ როცა შეეძლოთ თქვათ ეს გამოეცხადებინა ტერიტორიული ნაწილად თამარ მეფემ რა დაგვიშავებია ჩვენ ოსებისთვის, აფხაზებისთვის, ამისთან ანგელოზი ხალხი ვარ და იქ უკვე ვხედავ, რომ თმებში წვდნენ ერთმანეთს, თია თუაშვილი და ცოტნე ბაკურია. გვერდზევე და ესენი ქართველები არ არიან, კოლინზი მეკითხება. არა, მე ვთხარი, ტელეკომპანიებია ქართული, მაგრამ ესენი სიქხებია დაიქირავეს, სიქხი ჟურნალისტებია, ან ნაწილი პალესტინიდან არის ალბათ და აქ რაღაცა საქმეებს არჩევენ. მე თურმე ამ თიას უკითხია, ცოტნეს ბატონო ცოტნეო, თქვენ თმას იღებავთო? და ამაზე დაწყებული ეს განიგანი. და მე ცოტნე წავამიყვანა სასტუმრომდე და აღშფოთებული იყო. აბა ნახეო, შალო, თმას რო იღებავდეო. აი აქაც ხო აქ ჭაღარა არ მექნებოდაო და თავი დაწია, მაგრამ რომ მენახა რომ ჭაღარა აქ და არ შეუღებია და ამას მაშინ რაღაც ტაც დავიჭახე. მოთხარ თქვენი ჯერმე. ამან მე თავი არ მაინტერესებს ვირას იღებავ. ბატონ შალვა და საუბრის ბოლოს, მივედით ბოლოში უკვე. საუბრის ბოლოს გვაქვს ხოლმე ძალიან საინტერესო ერთი რუბრიკა. მინდა თქვენს მიიღოთ ამ რუბრიკაში მონაწილეობა, ეს არის გამოცანები პოლიტიკოსებს. ძალიან მარტივია, რთული არ არის, შეკითხვებს გისვამთ შეკითხვას, გამცეთ პასუხი. მიახლოებითი მაინც. პირველი, ნათელაშვილის თეორემის მიხედვით, რას უდრის შევარდნაძის კვადრატი? შევარდნაძის კვადრატი უდრის A კვადრატ სააკაშვილი, B კვადრატ ივანიშვილი. მართალია. მათემატიკაში ძალიან დებილი ვარ, ამიტომ შეიძლება დავუშვი რამე სერიოზული შესწავლა. ოღონდ შევარდნაძე ივანიშვილი სააკაშვილის ტრიუმვირატში უდრის ამას. ტრიუმვირატში დუეტში ყარი იქნება, დუეტი ორია. კარგი. რესტორანში ქეიფობენ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები, რომელი მოასწრებს ფულის გადახდას. რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები? თავისუფალი დემოკრატები რომელი პარტია? ალასანია. ისე რესპუბლიკელებს ამერიკული გრანტები აქვს, ბევრი მიღებული, წესთ მაგათ უნდა გადაიხადოს. არა, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ორივე ერთი კაცის ფულით ქეიფობს. მაგრამ ძველიც მოძებს, ძველიც მოძებს. ძველიც კი. სტრასბურგში მიფრინავს ქართული პარტიები, მიფრინავენ. სტრასბურგში თვითმფრინავი. ძალიან ხშირად ხდება. დიახ, თვითმფრინავი განიცდის ავტოკატასტროფას, რა მოუვათ ლეიბორისტებს? ავტოკატასტროფის დროს? ავიაკატასტროფის. ავიაკატასტროფის დროს. ჩვენ გადავრჩებით, იმიტომ რომ ეგეთი ბედი გვაქვს. დიახ, თქვენ გადარჩებით. როგორც პარტია გადავრჩებით. იმიტომ რომ თვითმფრინავის ფული სადაგ გაქვთ ახლა თქვენ ფესბუქში. ჩაგეთვალე. ნათელაშვილს, ბატონ შალვა ნათელაშვილს და ბატონ გიორგ გუგავას ტყეში მისდევს ლომი. რომელი აასწრებს ხეზე ასვლას? ხეზე ასვლა გუგავასთვის არ მისწავლება, უნდა ვასწავლო. გააკა. სორი პასუხი იყო ეს. არჩა გაარტი, სორი პასუხი იყო. ბატონ შალვა ზოგჯერ ვარ ტყავთ. ხო, ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელმაც გაარტყა სწორი პასუხი. სხვა ესეთ ამ რუბრიკაში. ბატონ შალვა ნათელაშვილი ვანოსგან ქება სასიამოვნო რა. დიახ. ბატონ შალვა ნათელაშვილი შეცვლილს ზღვაში დიდი ხანი არჩევს. რა უნდა ვიფიქროთ ამ დროს, რა ხდება? ალბათ ივანიშვილს ეჩხუბება ან სააკაშვილი დაეჭითოს ამ. არა, დავშვით, არაფერი არ ხდება, უბრალოდ დროშას რეცხავთ. ეს ხო ძალიან ცნობილი ის იყო, რომ
თქვენი პარტიიდან წასვლის ის ამბავი რომ გავრცელდა, ვითომ პარტიიდან მიდის არა, ამბავი ერთი კვირა გავაჩერეთ მუშაობა და გავრცელდა ხმა, რომ პარტია დაიხურა და ამთავრებს თავის საქმიანობას და მე როცა გამოვჩნდით ახალი მთვარესავით, ჟურნალისტებმა ვკითხეს, რომ სად იყავით, შემოგთხოვეთ, რომ ორგანიზაციულ საკითხებზე მუშაობდით. აბა დროშები რატო ჩამოხსენითო? და მე უპასუხე, რომ გასარეცხად მე. და სიამბელში დროშები ჩამოხსენით ამ ჭორის გასაძლიერებლად. გასაგებია. და ბოლო ერთი ძალიან საინტერესოა, ესეთ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი. სხვადასხვა პარტიის წევრები რესტორნიდან გამოდიან ნასვამები, ვინ უნდა დასვან საჭესთან, რომ შვიდობით მიიყვანოს სახლში. რომელი პარტიის წევრი? სხვადასხვა პარტიის წევრები ნასვამები გამოდიან. იქეიფეს, რომ ღონისძიება და იქეიფეს. შემგან ვინ უნდა დასვან? არა, ზოგადად ამ პარტიებიდან მე პირდაპირ პოლიტიკურ მოუსალვეჭს წავიყვან. კაი, სწორ პასუხს გეტყვით უცებ. ლეიბორისტი უნდა დასვან საჭესთან, იმიტომ ერთხელ მაინც ანდეთ. საჭედა ლეიბორისტი და ის შვიდობით მიიყვანს სახლში. არა, ჩვენ ქვეყანას მივიყვანთ, იმათ არა. იმათ არა. ბატონ შალვა, რა ვიცი, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მობრძანება ჩვენს გადაცემაში. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგ თუ მოგიწევთ 1 კიდე 3-4 წელი აღარ მომიწევს თქვენთან რეკვა, რაღაცა 6 პუნქტიანი შეთანხმება დავდოთ თუ გინდა ხელშეუხებლობის, ანუ მე თქვენზე არ ვიტყვი არაფერს, თქვენ ჩემზე არ თქვათ არაფერი, იმიტომ რომ ესე იგი იყო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი თავდაუსხმელობის და ეხლა ჩვენი პაქტი. თავდაუსხმელობის პაქტი. ხო და იმედი არის მე ვავაკეთებ ჩვეულებრივი კონტრაქტია თუ რაც არის ხელშეკრულება დავდოთ დამოვაწეროთ რა გავაკეთოთ სხვა. კი ბატონო, ამისთვის კიდევ ერთი გადაცემა მოგვიწევს, სადაც ამას ხაზს მოვაწერთ. დიახ. ამიტომ არ გემშვიდობებით. კარგი, დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო შალვა ნათელაშვილი. მადლობა. ფასო მეგობრებო, დღეს მე ამით გემშვიდობებით, ერთმანეთს შევხვდებით იქით პარასკევს, ახლა უნდა გავიქცე ბატონ შალვა ნათელაშვილს უნდა გავყვე, ესე მითხრა დიდას უნდა წავართო და ღარიბს უნდა დაგიბრუნოო და. ავალ მე შევავყები.